აბა როგორ ხართ ჩემო მეგობრებო, მოდით თქვენი ყოფილი ადამიანები მოვიკითხოთ როგორ არიან, რას შვებიან. მოსაკითხები თუ არიან და ღირსი თუ არიან რომ ყურადღება დავუთმოთ, მაგრამ ბევრს აინტერესებს. ერთ-ერთმა გოგონამ მომწერა, იქნებ ყოფილებზე გააკეთოთ, საერთოდ ყოფილებს მე გირჩევთ რომ ჩაეხსნათ. არც ავადი ფიქროთ, არც კარგადი ფიქროთ, არც მისი ცხოვრებით დაინტერესდეთ და საერთოდ არაფრით არ დაინტერესდეთ და თქვენი მთელი ყურადღების და ენერგიის ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს თავზე. მაგრამ რა კითხვა ჩნდება, გასაგებია, ხო? სხვა შეიძლება ძალიან გთხოვთ რომ ინტიმური სფეროც გადამიხედეთო. ახლა სანამ გაშლას დავიწყებ, ერთ პატარა შესავალს გავაკეთებ. აი, რატომ ნერვიულობენ ქალები, როცა მათი მამაკაცები სხვასთან მიდიან? გნებავთ ცოლები, გნებავთ უბრალოდ შეყვარებულები ან საყვარლები, ხო? რატომ? ესე იგი, თუ კაცი ვიღაცასთან დაწვა, მას აღარ უყვარს. ესე ფიქრობენ, იმიტომ რომ ქალისთვის ინტიმური ურთიერთობა გრძნობებთან და ემოციურ სიახლოვესთან არის დაკავშირებული, ხო? აი, ერთიანობის განცდასთან, ფილიანობის განცდასთან და როცა კაცი სხვაგან მიდის, ქალს ესევე ავტომატურად უჩნდება ის მომენტი, რომ ესე იგი, ვიღაცა სხვა აირჩია, მარტივად მოსდის ძალიან, ხო ეს აზრი. ძალიან მტკივნეულია ქალისთვის ეს მომენტი. თუ მე გიყვარვარ, რატომ მიდიხარ სხვასთან, ხო? აი, რატო დაწექი სხვასთან? ეს არის პრინციპში ქალური ლოგიკაც, ქალური, ასე ვთქვათ, ფიქრიც და, ანალიზიც, ხო? ის მარტივად ეგრევე სახელებს არქმევს ყველაფერს. თუ გრძნობა გაქვს ჩემთან, სხეულით რატომ უნდა იყოს სხვაგან? მაგრამ მამაკაცების ტვინი გასაგები არ მიწყენთ ახლა ჩემი მაყურებელი მამაკაცები, მაგრამ სხვანაირად არის მომართული და სხვანაირი პროგრამებით მუშაობს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან, სხვა შორის სამწუხაროდ, მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ მამაკაცებს თავისთან გამომდინარე, გონიათ, რომ ქალებშიც არის ესეთი მომენტები. არადა რეალურად ძალიან დაბალია პროცენტი. მე სხვა შორის ამის წინაც ვისაუბრე, მე მყოლია გოგოები, რომლებიც არ ვიცი, როგორ გითხრათ, ესეთი კრისტალურად სუფთა ადამიანები, ესეთი ერთგულები, ესეთი წესიერი შინაგანად, მორალურად, არ ვიცი, 2-3 შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრებაში, მაგრამ ქონიათ ესჯერადი ურთიერთობა. ოღონდ არ ქონიათ ის კი არა, რომ ეხა უცნობთან წავედი და დღეს გნახე რაღაცა ვირტუალური ურთიერთობებიდან გამომდინარე, გასჩენიათ ნდობა, ჯანსაღად უყურებდნენ ესენი ყველაფერს. მამაკაცი ხო სხვანაირად უყურებს, ან თურმე კი არა 100-ია. მამაკაცი ცდილობს, რომ მარყუჟი მოსდოს ადამიანს და თუნდაც რაღაცა ეხა მით უმეტეს თუ ფულის გარეშე გაიგულავებს კიდე ხო მთლად კარგი, ხო არაფერს არ დახარჯავს, ნორმალურ ისეთ სუფთა მოწესრიგებულ ინტელექტუალ ქალთან თუ გაივლის დიდი ამბავი, ხო არაფერს არ ხარჯავს, არაფერს არ კარგავს. და ამ დროს ქალი როგორ ფიქრობს? ქალი ფიქრობს, რომ ის ადამიანია და მოდი რა კი ესეთი მაგამიჩნდა ემოციური, რა კი აგერ რაღაცა ინტელექტუალურად შევეწყეთ, რა კი საინტერესოა, ხო რაღაცა მე მჭირდება ესეთი ადამიანი გვერდით და დროს არ კარგავს ქალი, ნახე? ქალი წყვეტს, რომ მოდი დღეს თუ 5 დღის მერე გადავდგავ ამ ნაბიჯს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? და დგამს ამ ნაბიჯს. მაგრამ მამაკაცი ამის გადადგმულ ნაბიჯს ფიქრობს ისე, რომ რა მაუცებ შევაბი და ეს ვინ ყოფილა საერთოდ, ხო რაღაცა და მე ბრახდა აღარაფერი. მაგრამ იმას ვერ ხვდებია, რომ ქალიც ბრახდა აღარაფერი, იმიტომ რომ ქალი ეგრევე ხვდება, რომ ის არისო, რაც სადაც ეს წავიდა, ვისთანაც ეს წავიდა, აბსოლუტურად სხვა ვიღაც დარჩა ხელში. მაგრამ ქალს ის სიბრძნე ყოფნის, რომ ისტერიკებს და დრამებს არ აწყობს რა და უშვებს მარტივად. ღირსადაც არ აგდებს, რომ თუნდაც შეურაცხყოფა მიაყენოს და კაცები სხვანაირად ფიქრობენ. ასე რომ აი აქ მამაკაცებო ვინც მიყურებთ შეცდომაში არ შეხვიდეთ ხოლმე თქვენი გადასახედიდან არ განსაჯოთ ქალები. მე იმიტომ კი არა რომ ქალი ვარ და ქალებს ვიცავ, ანუ ის სხვა კატეგორია რომლებიც ფულის გამო და სხვადასხვა ქალებშიც არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ მე ის კონკრეტულ მიხვდებით, რასაც ვსაუბრობ გადასარევად. ხო და ალბათ ამიტომაც აინტერესებდა ამ გოგონასაც, იმიტომ რომ ნერვიულობს, უყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დავიწყოთ პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ აბა თქვენი ყოფილები როგორ არიან და რა ხდება მათ თავს. დასტა რომ არა გამიმზადებია, აგერ ამ დასტაზე გავშალოთ.
ნახოთ ვინ არის თქვენი ყოფილი. ორი არკანი თამოვიდა და იყოს კი ბატონო. მისი ახლანდელი ცხოვრება რა ხდება მის თავს? ზოგადი ენერგია, მისი ინტიმური ცხოვრება, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ. მისი ფიქრები, თუ ახსოვ ხართ, თქვენთან დაკავშირებით, ახსოვ ხართ თუ არა. ემოციები შერჩენილი აქვს თუ არა და მომავალში კიდე შეიძლება თუ არა, არის თუ არა შანსი, რომ გადაიკვეთოს თქვენი გზები. ნახოთ ვინ არის ეს ადამიანი. შეყვარებულების არკანი თამოდის ეს ადამიანი და 7-იანი კვერთხებით. არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ეს ადამიანი აი როგორ სიტუაციაში იყოს, ზოგადად მის ცხოვრებას გასდევდეს ესე, აი არ ვიცი, რაღაცა თან დაყოლილად არჩევანი, გზაჯვარედინები, გაურკვევლობები, აი ეს მომენტები, რომ აი რა ჯობია, როგორ ჯობია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება ისახებოდეს მის ცხოვრებაში. არა მარტო ახლა, ზოგადად ეს ახასიათებდეს რა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად შესაძლოა უწევდეს ბრძოლა. შეიძლება ბავშვობაში თვითგადარჩენისთვისაც უწევდა ბრძოლა, ამასაც არ გამოვრიცხავ. და სულ იყო აი თავდაცვა ყველაზე სწორი თავდასხმა თუ რაღაცა ესეთი, ხო? სულ ცდილობდა ხშირად არაჯანსაღი ამბიციებით შეიძლება შეპარვოდა. ყოველ შემთხვევაში აი სულ როგორ გითხრათ, მოჭიმული იყო, სულ სტარტზე იყო. დასვენების სიტუაცია ამას არ ქონია. გესმით? აი სულ კონკურენციის პირობებში ძალით და ძლივს რომ გააქვს ცხოვრება, აი ესეთი ცხოვრების სეული მომენტები შეიძლება მრავლად იყო მის სიტუაციებში, მის განვლილ გზაზე. რაც შეეხება შეყვარებულების არკანით, როგორი მომენტია იცი? აი ზუსტად ეგ ვთქვი რა, რომ თან კარგად იყო ყველაფერი, თან ყველაფერი ენგრეოდა თავზე. აი როგორ რანაირად აგიხსნათ, სულ ესეთ ემოციურ საქანელებში იყო. არ ვიცი ხა შეიძლება ექიმი იყოს ეს ადამიანი, ბიოლოგი იყოს, ამავდროულად შესაძლოა იყოს იცით როგორი აი სადაც მეტი რესურსის ჩადება, შენი ენთუზიაზმის, შენი ინტერესის, შენი შემოქმედებითობის, ხო? ესეთი მომენტი. ამავდროულად შეიძლება რაღაცა საკორწინო სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესიც გქონდეს, მაგრამ ამას თავი გავანებოთ. თავარი ის არის, რომ ძალიან ძლიერი ენერგია აქვს მიზიდულობის. ახალი ურთიერთობები ძალიან მრავლად დევს მის ანგარიშზე. მრავლად დევს ფლირტები, არ იფიქროთ ეს, რომ თქვენ ერთადერთი იყავით. არა. მაგრამ ბევრი არ არის ის ურთიერთობა, რომელიც თქვათ აი მონათესავე სულს ნიშნავს, ხო? სექსუალური კავშირები შეიძლება ბევრი ქონდა. მაგრამ ნახეთ, შეყვარებული და ეს სიყვარული და გრძნობა, რასაც უკავშირდება, ეს ბევრი ვერ ეყოლებოდა და არ ყოლია. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს თავის ცხოვრებაში გადალახული, არ ვიცი, შეიძლება გეცნოთ რაღაცეები და ვნახოთ ახლა ზოგადად რა ხდება მის ცხოვრებაში. მოიკითხეთ ეს ადამიანი არ არის კარგად. მის ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დასრულდა. იმდენად ენერგია გამოცლილია, იმდენად განადგურებულია, იმდენად როგორ გითხრათ, 10-იანი ხმლები მეგობრებო. ახლა მე მომისმინეთ კარგად. ეს არ არის როგორ გითხრათ, 10-იანი ხმლები არ არის მხოლოდ ნეგატიურ ნაწილში დანახული არკანი. ჩვენ კი რა ყველანაირად როგორც ტაროს ასე ვთქვათ გაიდბუქებშია, ხო, ასე ვთქვათ მოცემული და სტანდარტული ესეთი ჩვეულებრივი გაგება, რასაც აქვს, კი ბატონო, ხო, სხვადასხვა სტეპს სხვანაირად აქვს, მაგრამ ძირითადი შინაარსი ხო ეს 10-იანი ხმლების ეს თემაა და ეს მომენტია რა. მაგრამ 10-იანი ხმლები ეს არის
ერთ-ერთი საფეხური, როცა შენ, აი ასე ვთქვათ, ზუსტად ახალ სიტუაციაში უნდა გადახვიდე, ხო? აი, ყველაზე მეტად რო დაბნელდება გათენებამდე, აი ეს თითქოს ის ეტაპია, ეს მომენტი, ხო? აი ეს ეტაპი გაქვს გადასავლელი, ასე ვთქვათ. აი თითქოს როგორი მომენტი იცით, რომ საერთოდ როგორ არის ადამიანი, რაც მეც ფიქრობს, რაც მეტი იცის, რაც მეტ გზას გადის, უფრო მეტ მწუხარებას ხო ხვდება. საერთოდ ერთი რამე იცოდეთ, რომ ბრძენი ხალხი ყველაზე მეტად პრობლემებით დახუნცვლილი ხალხი იყო. და სხვა შორის ერთ-ერთი ესეთი ფრაზა არსებობს, ვინც ცოდნას ავრცელებს მწუხარებასაც და მე ძალიან ბევრ ნაწილში ვეთანხმები ამ წინადადებას. რაც შეეხება, ნახეთ, ეს 10-იანი ხმლები, აი ნახეთ, სხვა შორის წინა გაშლაში ვთქვი, მე მგონი ზუსტად ცხრიან ხმლებზე, რომ ეს არის საფეხური, სანამ ჯერ კიდე დრო გაქვს და არ იცი რა იქნება, ხო დაგხვრედენ თუ გადაგარჩენენ, მაგრამ ეს უკვე всё ბოლოა, წერტილია რა. სხვა შორის ეს აი ეგეთი სიტუაციები და ესეთი ენერგიები ემართებათ ადამიანებს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვთ, დიდი მიზნები აქვთ, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალია მიზანი, მით უფრო მეტი სერიოზული გამოცდა და განსაცდელი მოდის, ხო ეს ვიცით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხმლები ჰაერის ნიშანია, იცოდეთ ზოგადად, რომ ეს აი იცით რას განაპირობებს, ერთგვარად არის დისციპლინის, წარმატების და ტანჯვის ნიშანი, რომ იცოდეთ. აი თითქოს ეს არის კარი, ჭიშკარი გასასვლელი უკვე ახალ რეალობაში, ხო? აი თითქოს აი ამ შენს პრობლემებს რომ უნდა გადაახტი, აი ამ ეტაპზეა, აი ამ სტადიაზეა ცხოვრების ახლა, ეს არ არის კარგი ამბები მის თავს. სიკვდილიც ხო ახალი კარის გაღებაა. ანუ მიმიხვდით ხო რა თქვი, აღარ განვარცობ მეც ამაზე. ინტიმური ცხოვრება ვიკითხე მისი ხო ამით კი ბატონო ესე იყო ნამდვილად მახსოვს მე ვიკითხე აქ ფიქრები თუ ახსოვხართ ეგრცნობა თუ აქვს დარჩენილი და მომავალი აბა რა გითხრათ მეგობრებო მის ინტიმურ ცხოვრებაზე თუ სამსახურია მისი ინტიმური ცხოვრება და თუ ფინანსები და მოკლედ საქმიანობა ბატონო აგერდევს იმაზე რა ქვია მაგიტაზე ხო ახლა ვნახოთ კიდევ აბა ვიკითხოთ რა ხდება მის ინტიმურ ცხოვრებაში მზის და სიკვდილის არკანი მაქვს ერთად დასტის ფონი და დასტის ფონი მაქვს 7-იანი ხმლები აგერ არის დასტის ფონი მოიცათ ერთი ორ არკანს კიდევ მოვამატებ და მერე ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში ინტიმურ ცხოვრებაში თუ ერთი არკანი სხვა დასტიდან დავამატო 5-იანი ხმლები აი რა უნდა მოხდეს მზის არკანიც როგორი მომენტია მეგობრებო იცით თუ რამე ხდება მის ურთიერთობაში და ვინმესთან მოკლედ ხა ჯანსაღია ბიოლოგიური სტრუქტურის ადამიანს რაღაცა ექნება ვიღაცასთან ხო მაგრამ იცით უფრო აქ როგორი ენერგიები მომდის რომ უნდა დაამტკიცოს რომ მაგარია ანუ მის ეგოზე მის ნარცისიზმზე გადის ეს თემაც რა არათქმევინებს ვიღაცას რა შეგიძლია ამას არათქმევინებს მიხვდით თორე მოდით აბა ვიკითხოთ რამდენად ემოციურია ხო მისი ეს მომენტი ანუ რამდენად ემოციებზე დგას
რომელი ემოციებზე მელაპარაკებთ? ვალდებულებებზე დგას, რომ უნდა რაღაცა, ხო? არ ვიცი. რამდენად ხშირია, მოდი ახლა ეს რა კი ამ გოგომ ესე ძალიან შემეხვეწა და ძალიან ისე ასე ვთქვათ ამაზე გააკეთა აქცენტი, რომ ეს საინტერესებდა. რატო დავწყვიტოთ გული და ჩავეციოთ, ხო? ეხლა რომ ისეთ დასტებს აქ ვერ გამოვიყენებდნენ, შეიძლება დამიბლოკოს და აბა რომელი ემოციებზე უნდა ვილაპარაკო? არა მეგობრებო, აქ აბსოლუტურად არაფერი ემოციური არ ხდება. კაი, ახლა ვნახოთ, დავაბრუნო ეს თავის დასტასთან, თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? ახსოვხართ? ოღონდ აი იცით როგორ ხშირად არ გიხსენებთ, ფრაგმენტულად გიხსენებთ, ეპიზოდურად გიხსენებთ, არც უნდა რომ ძალიან ისე გაგიხსენოთ. ოღონდ აი პატარა თქვენი გახსენება და ეგრევე ბიძგია მისი ემოციური ფონის, მისი შინაგანი სამყაროსი, ესე აი როგორც აი რა ვთქვა. იცის რომ რაც თუ მოუმატებს ფიქრებს თქვენზე და მეტჯერ გახსენებას, ეს ბიძგები მიწისძვრად გადაიქცევა. რა მოდი აი ასე გეტყოდით. გრძნობებში თქვენთან დაკავშირებით იეროფანტის არკანი მაქვს მეგობრებო. იეროფანტის არკანი თქვენთვის რომ ეს არის ოჯახის, ეს არის ავტორიტეტის, ეს არის ღირებულებების და ისეთი სხვათა შორის ამავდროულად რამდენიმე ენერგიის მართვის და ფლობის არკანი. გრძნობებში და ემოციებთან მიმართებაში თუ გრძნობებსა და ემოციებთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, ნახეთ როგორი მომენტია. ძალიან აი რა გავაკეთო. სიამოვნებით აი იქნებოდა თქვენთან ჯვარდაწერილი. სიამოვნებით ექნებოდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა. აი ერთგულ მეგობრად მიგიჩნევთ. თითქოს ღვთიური გზიდან მოსული ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში. ძალიან წესიერ, აი არაფერი ისეთი არ ახსენე, აი სუფთად გიხსენებთ, აი ძალიან ბუნებრივი, ძალიან მისეული, ძალიან დადებითი ენერგიები, აი კიდე ერთხელ ვიკითხოთ. გრძნობებში რა ხდება თქვენთან დაკავშირებით? თქვენ მისი ცეცხლოვანი დედოფალი ხართ, ეგ იქაც მაჩვენაწეხან. არ ვიცი, ნუ გრძნობები აქვს ისეთი, რომ გეუბნები თქვენს გახსენებაზე, მე შეიძლება ერთი 5 ქალბატონთან წავიდეს. არ გაუჭირდება. თქვენი გახსენების მერე, თქვენი შთაგონების მერე. დუხს და დუხს გადამოდოს ხსნუთასების ტუზე. ნუ მამაკაცები თუ მიყურებთ ახლა მთლად მაგას ვერ ვიტყვი ქალზე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, სასწაული ემართება თქვენს გახსენებაზე. ემოციები შერჩენილია, არ არის აქ განულებული არაფერი. მომავალი რა მომენტია იცით? რაღაცა პატარა ჩანასახი არის იმის, რომ რაღაც განახლდეს თითქოს. მაგრამ უფრო ემოციურია ეს. აბა ვნახოთ რამდენად პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას, რომ გადაიკვეთოთ სამომავლოდ. არ გამოვრიცხავ, რომ ისევ სამსახურებრივმა სფერომ გადაგკვეთოთ ერთმანეთთან. კი? არ გამოვრიცხავ. აგერ პეტრის არკანიც მიდევს, თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი ისევ გამოჩნდება. აუცილებლად გამოჩნდება და რას მოიტანს? რას მოიტანს? ოპა. არ გამიკვირდება მეგობრებო, აქ რაღაცა ოჯახური კავშირიც რო შედგეს თქვენს შორის. ნამდვილად არ გამიკვირდება და 6-იანი თასები ის წარსული ემოციები დაბრუნდეს. არის აქ ამის ძალიან დიდი ალბათობა და დიდი შანსი. არ ველოდი გულწრფელად გითხრა, არ მიფიქრია ამდენად აქეთკენ. შვენიერი. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი.
მეორე ვარიანტში რა ხდება? მოდით მეორე ვარიანტში დასტას შევცვლი, რომ მაინც ენერგიები სხვანაირი იყოს და მე ვხვდა მჭირდა იმ დასტას ამაზე ისე გამოვიყენებ, როგორც წაღან ეს გამოვიყენე. კარგით. ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ კი არა და ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ფიქრობთ, ხო? სამი არკანი წამოვიდა და იყოს. რა ენერგიებშია ახლა რა ხდება ზოგადად? მის ინტიმურ სფეროში რა ამბებია? რა ხდება თქვენთან დაკავშირებით ახსენდებით თუ არა? გრძნობები თუ აქვს შერჩენილი და ორი არკანი ამომყვა და მომავლის ენერგიები და დავიწყოთ. თავის თავზე ისეთი მაგარი ადამიანი ვარ, რომ გადაწყვიტა სამი არკანით მოეყოლა. ხო, იეროფანტის არკანი საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანი უნდა იყოს, შესაძლოა საზოგადოებაში ძალიან ისეთი პოზიციაც ეკაოს, ძალიან პატივს ცემენ, არ არის რიგითი ადამიანი ეს ადამიანი, კარგად ფლობს ბევრ ცოდნას, შესაძლოა მასწავლებელი იყოს, შესაძლოა ფსიქოლოგი იყოს, დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში აი მსგავს რაღაც სიტუაციებთან, სფეროებთან უბრალოდ. ძალიან შემდგარი ადამიანია. ფინანსურად აბსოლუტურად ისეთი საკუთარი ბიზნესებით შესაძლოა ქონდეს გარდა თავის სამსახურებრივი სფეროსი, ძალიან ცეცხლოვანი და ქარიზმატული ადამიანი. აი იშვიათები რომ არიან აი ასეთი ადამიანი და დარწმუნებული ვარ ასეთ ადამიანზე მთელი ნადირობაც იყო გამოცხადებული. ქალია, კაცია, არ აქვს მნიშვნელობა ამას. ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში? ახლა მის ცხოვრებაში საკმაოდ ემოციური ფონია. შეყვარებულია ეს ადამიანი, ძალიან ისეთი დადებითი ემოციებითაა სავსე და ვნახოთ ახლა დანარჩენი მივყვეთ ვის უკავშირდება ეს ემოციები. ინტიმი გითხოთ, აბა რა ხდება მის ინტიმში? ჯერ ოთხიანი პენტაკლები რა ვთქვი და მე ისიც ამ სფეროში რა. რას ებღაუჭება ძველს, რას თუ ეზარება და ენანება. ურთიერთობა, უკაცრავა და იგეუბნები. ახლა რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ არ ვიტყვი. ნამდვილად არ ვიტყვი, ახლა ვიტყოდი რაღაცას, მაგრამ მივხვდებით, მივხვედრები. ქალებმა გავიცინოთ. იმიტომ რომ კაცის მეცეს არავის დაემართება. უკაცრავად. ხო. მანახე აბა რა ხდება მის ინტიმურ სფეროში. ბალანსი აქვს. ზედმეტი არ მოუვიდეს, მოკლედ ძალიან აკონტროლებს ამ საკითხს, რომ რაღაცა ნამეტანი არ გამომხარჯონო. ხელმომჭირნეობით უდგება ძალიან ისე ძუნწად. სამყაროს არკანით რა გინდა მითხარი, რა გინდა. ექვსიანი ხმლები. მეგობრებო, ამას აქვს ძალიან ისეთი როგორი იცით, ესეთი აი ზიგზაგური ურთიერთობები. რაღაცა პერიოდი შეიძლება ისე გადაირიოს, რომ ნუ არ ვიცი, რაღაცა ყოველდღიურად დაკავდეს ამ საქმით და დღეში რამდენჯერმე, მაგრამ შეიძლება პერიოდი გქონდეს, რომ აბსოლუტურად აი საერთოდ არ ინტერესებდეს. და აი გეუბნებით რა, იქ რაღაცა ტელეფონი წამექცა ესენი გადმომებზნა, ეხა აი გეუბნებით. რაღაცა პერიოდები შეიძლება ისე იყოს, თან ძალიან ბრაზობს, რომ ეს სადიჩხრიკებით და რა გინდათო, ეხა ძალიან აგრესიებში გამომიშვა ენერგიები. აი შეიძლება რეალურად გეუბნებით არც შეეძლოს. აი ეს მომენტით შეიძლება მიფიქსირდებოდეს რაღაცა პერიოდები. აქვს ამას ესეთი. არა. ხო, აი მაპატიეთ, მაგრამ შეიძლება სხვანაირადაც იყოს ამ თემით დაკავებული, ანუ რეალურად არა რა. ძალიან ისე უყურებდეს რაღაცებს და რაღაცა ის აი თავის თავში, თავის ემოციებში, თავის ფიქრებში, თავის წარმოსახვებში. არა. ემოციები სულ ჩაკეტილი აქვს, არა აქვს. ეს ემოციური ურთიერთობა არავისთან არა აქვს. არა.
უფრო ერთჯერად ურთიერთობებს მიჩვენებს რა, ესე აი რაღაცა ბიოლოგიურ თემას. აქ ემოციები არ არის. ოღონდ ურთიერთობები აქვს პერიოდულად საკმაოდ აქტიური. თქვენ თუ ახსოვ ხართ, ნუ ახლა თქვენ როგორ დაგივიწყებთ? ახსოვ ხართ რომელია? თქვენ მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი ხართ. ახსოვ ხართ ადამიანად, რომელიც კეთს არავის დაუმოუხრის, რომელიც ზუსტადაც რომ მასზე ნაკლები კი არა და შეიძლება მეტიც იყოს და თქვენ ყოველ შემთხვევაში ისეთი ამაყი, თავდაჯერებული, საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ხართ, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარული შეეძლო, ის ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს. გრძნობებში ამდენი არკანები ამომივიდა? ნახოთ აბა ერთი ჩამოკიდებული მამაკაცი. ოღონდ ქალბატონია წარმოდგენილი. ოხო. გრძნობები ნამეტანი გულგატეხილია მეგობრებო. ძალიან შეჭირვებულია ამ ნაწილში პირდაპირი მნიშვნელობით. გრძნობები დარჩენილი აქვს, თქვენ მისთვის ოცნების საგანი ხართ. უბრალოდ იცის რომ აქ უკვე რომელიღაცა დაკავებული ხართ. შეიძლება ჩვეულებრივი კლასიკური ოთხკუთხედიც იყოს, ან სამკუთხედი მინიმუმ არის აქ. ვარსკვლავის არკანით თქვენ ორიენტასები. გრძნობები აქვს კი არა, აი ეს მე მგონი თქვენ გიკავშირდებათ, რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული. უახლოეს ანუ მომავლის ენერგიები თუ შეიძლება არაფერი. ხუთიანი თასები არის რაღაცა აი მიზერული შანსი რომ რაღაცა აღდგეს. იმიტომ რომ აქ თასები წაქცეული არ არის, არც დაბზარულია, მთელია და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ რომელიღაცაში რაღაცა ცოტა მცირე სითხე მაინც ასხია, მაგრამ ეს ჩვენი წარმოდგენაა, ხო, ესეც მისი წარმოდგენაა. ზოგჯერ დაშვებას აკეთებს, რომ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ მეორე ხუთიანი მაგ არა. აი ძალიან მცირე ისიც სამსახურებრივად თუ გადაიკვეთებით. სხვა ის რომ ის თავისით მოვიდეს და რაღაცა თავის გრძნობებზე გესაუბროთ არა. კარგი, ჩემო კარგო ადამიანებო, სულ ეს იყო. რა ვიცი. დანარჩენი მომწერეთ. რა თემები გაინტერესებთ, ხედავთ რომ არ გზარდებით და როცა დრო მაქვს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ თქვენს მიერ მონათხოვ საკითხებს და სხვა შემთხვევაშიც უფრო სიხარულით და სიამოვნებით გავშლი კონკრეტულ თქვენს მიერ გაჟღერებულ და გახმოვანებულ თემებს, ვიდრე ვთქვათ, ჩემით მოვიფიქრე, იმიტომ რომ თქვენაც გაინტერესებთ, ის უფრო რა თქმა უნდა შესაბამისი და შესატყვისი იქნება თქვენი მოლოდინების. დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის, ნახვამდის.